სასწავლებლოს და პირდაპირ კავშირშია. აჭარაში ეხლაც იციან თქმა ჩვენ ღელეგურდანს გავუმარჯოს. Ასო? ღელეგურდა. ეგ არის როგორც აი პატარა ნაკადული, ну ღელე. აკეთაც ითქმება და გურდანი ორღო. სოფლის ორღო. სოფლში გამავალი. და დღემდე განსაკუთრებით ზემო აჭარაშიც არა, ქვემოშიც იციან თქმა, ღელეგურდას გავუმარჯოს. ანუ ჩვენ მიწაწყალს. ჩვენ მშობლიურ მიწაწყალს. სადაც მშობლიურ ხარ გაზრდა. ეგ სადაბარი საულოცავებისა იყოს. ამინ. არავდე საქართველოს. არავდე. მეგობარო, ხოჩქარობ. შეეწიოს ჩვენ საქართველოს წმინდა სალოცავები. აი ესაც მისხი ამას გამოიზოგებ. ქრისტიანული სალოცავები. სალოცავები. ჩემი დამოკიდებულება თამარ მეფისადმი რაღაცა განსაკუთრებულია ეს და ერთი მხოლოდ ცირედი რა თქმა უნდა ეს თქმულება არის, მაგრამ ლამაზი თქმულება არის. როდესაც თამარი პირველად ჩამოვიდა ახმეტაში და გადახედა აი იმ საოცრებას და პირველი სიტყვები ესეთი წარმოთქვა. ახნეტაო? ახნეტაო, აქ გაშენდებოდესო, ბახვენახიო. და ნუ ამის შემდეგ არის ნუ ეს რა თქმა უნდა თქმულება არის. შენი ეთქმულება, ლამაზი. ლამაზი თქმულება არის ნამდვილად, მაგრამ ესეც ზუსტად არის მე მატიანეს ესე აქ შემონახული, რომ პირველი ბაზი საქართველოში ზუსტად ალაზნის და ზუსტად აი ახმეტის მიმდებარე ქისტაურსა და ახმეტას შორის იყო და პირველი ნერგი არის აი თვითონ უფლისაგან, იმიტომ რომ აი არავინ არ იცის მისი წარმომავლობა, ანუ ვისი შემოტანილი არის. ქართველების და მას უვლიდნენ, ელოლიავებოდნენ, პატრონობდნენ ულამაზესი არის, აი ქისტაურის და გადმოხედილი და დანახული ალაზნის ველი. და მატანიდან ეხლა ჩვენ სამწუხაროდ მატანში ვერ ავედით უამბობის გამო. ნუ ეს იგივე იყო რომ მატანი მომელოცა ჩავსულიყავი რომ ცხედაში რომ ჩახვა და სვეტი ცხოველს არ მოილოცა. აი მატანს რა გრძნობით აუარე გვერდი, მაგრამ არა შევს იქნება უფლისება და იქ ისევ დამაბრუნებს ძალიან დიდი ფოტოში ამიგრძელდა, მაგრამ აი საოცრება არის, აი მართლა პირველ ნაბადი, აი სითბო სიყვარული და წარმოიდგინეთ ერთ პატარა ერთ მუშტ აი ამ ახმეტის ტერიტორიაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტი დღეს როგორც ეძახიან, არის ხევსურული, კახური და თუშური ადათ-წესები და ტრადიციები. ეს არის საოცრება და ესენი ერთმანეთთან იმდენად ორგანულად და იმდენად ჰარმონიულად არის შერწყმული, რომ აი ესეთი რაღაც, რა ვიცი, ნუ ვიცით რა არის, რომ ხარ ქისტაურში და ხარ ხევსურეთში, ხარ ახმეტაში და კახეთში ხარ, მაგრამ როგორც გადაინაცვლებ ალვანში, უკვე თუშეთში ხარ. აი ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. სალოცავს უფალმა ჩვენი ბარის და ცოტა ხანი სალოცავს. ხენებულ თემაზე ისაუბრეთ რა